არაუშავს. კუთხევა წინ გვაქვს, თავისთავად, მაგრამ დაინახე. გავიგონეთ. კი ბატონო. არ ვიცი ხო, ალბათ კამერამაც დააფიქსირა, მაყურებელი ამას ნახავს. ეხაც იყო ხმები. კარგით. გადავიდეთ უშუალოდ ეგრევის გამოყენებაზე, ვნახოთ ძახის რამეს თუ არა. არის ამ სახში ვინმე ჩვენს გარდა? შეხედე დედაჩემს. თავისი ჩავა. არის ამ სახში ვინმე ჩვენს გარდა? თუ არის გამომეხმაუროს. არის. გესმის, გაიგეთ? გაიგეთ ხმა გესმის. კამერამ დააფიქსირა? ვინ ხარ შენ? გაიგე სიტყვა გესმის? გაიგე გოჩი სიტყვა გესმის? მე გავიგონი. გაიგე? კი. ვინ ხარ შენ? გაიმეორე. ამ სახში რატო ხარ? ვიპასუხე. სრული ქაოსია. ანუ ხალი კაცი. სანუ სულ აბსოლუტური ქაოსია. აბა ივცადოთ გარეთ. ეგეც კარგი აზრია წამი. მე დაინახე თუ კამერა გადაადგენ და? კი. კაი, ჩაი ჩოჩე ჩაიწია ბოთლიც და კამერაც. ხელათ რო დაჭიმულია კამერა ესე არის რომ ხალია მაგრამ ერთში გამოჩნდა და მე ხო მაგას მოვიდეთ.
Adigi abadaje. მეგობრებო, იღებ. ეგრეს ადგილი შეუცვალოთ, იმიტომ რომ სრული ქაოსი იყო და შესაძლოა უბრალოდ თვალ ტერიტორიაზე. იყო. ძაღლი იყო? ძაღლი იყო ახლა. ეხლა ძაღლი იყო, რაღაცას დაუყრება. ძაღლმა დაუღრინა რაღაცას, იო. აი, დასმოდი. რაღაცა ისწორედ მოძრავია ახლა დადის. სახში. კარგი, ნუ ნებისმიერ შემთხვევაში მოდი დავუბრუნდეთ ეგეებს, აუცილებლად რომ გავიაროთ. ძაღლი. ძაღლი მოძრაობს. შევძავი. Კარგი, მოდი დავუბრუნდეთ. განმეორებით იცდა ეგეების გამოყენების, ვინაიდან მოკლედ რაღაც მომენტში გაისმა რაღაც აიჭოხმები, სრული ქაოსი, ამ ადგილი შევიცვალეთ და ეხლა მოვედით აქ თუ შევთ. აპარატია ესეთი, რომელსაც მოძრაობა არ უყვარს, იმიტომ რომ მიღებულ სიგნალებს რაც აფიქსირებს რეალურად. აქედან იყო ხო? აი გაგზელე გიო. საშაცი. ხმები ისვის. სირედი მოდი ესე ვთქვათ, არის ხა ზბრახუმის იმის მე, მაგრამ ხმები მაინც შეიმჩნევა. შუა. ნუ ეგრევის შემდეგ უკვე გურჩება დავიდეთ. საათი რომელია მდომი? 20 აკლია ბოდიში ხო, ის აკლია. ანუ შუაღამის პერიოდია უშუალოდ 3 საათი, 4 საათი. როგორც ვარაუდობთ, ანუ შუაღამის უფრო უნდა გაძლიერებული იყოს სიტუაცია, ჯერჯერობით მართალაც გამოდექი, დაიწყო ხმების ასე ვთქვათ.
არის ამ სახში ვინმე ჩვენს გარდა თუ არის გამოგვეხმაუროს წადით ვინ ხარ შენ ვინ ლაპარაკობს ეხლა ვინ ხარ შენ წადი ამ სახში რატო ხარ შეგიძლია თქვა ვინ ხარ შენ ვინ ლაპარაკობდა ეხლა სახელი გითხარი ძალიან ხო რა კუჩა ძალიან ნახე რა ძინას თუ რა არის საქმე წევს არ დინავს არა ვინ ხარ შენ წადით იძახი წადით ხომ ნახია რატო უნდა წავიდეთ ხელს გიშლით კი ხელს გიშლით ხო ან კი ხო გავიგე ხო მე შეგრე გავიგე რა ქვია შენ ვინ ხარ დემონი ხარ ხო კითხვაზე მიპასუხე ვინ ხარ შენ წადით აქედან აღარ გაგო წადით აქედან გაიგე ხო შენ გაიგე გოჩა რა ქვია შენ წადით აქედან წადი მე წადით აქედან ვერ გავიგეთ გარკვევით შეგიძლია გვითხრა ვინ ხარ შენ წადით აქედან ისე გაიმეორე რა თქვი გაიმეორე რას ამბობ არაფერი არ გვესმის შენ გინდა რომ სახლიდან წავიდეთ?
გვიპასუხე, გინდა რომ სახლიდან წავიდეთ? არაფერს აღარ ამოხდა. ეხლა უყურე, ასტრალურ ზონაში ხო ვზივართ რა, იმდენი აი ეს ყველაფერი ეს. შეიძლება ჯერების გამოაღაროთ საქმეა. უნდა დავწუნდეს ახლა მაგაში. ვიპასუხე, ვინ ხარ შენ? Чё. Вообще автограмма. წეგან შენ ლაპარაკობდი ჩვენთან? მოკლედ მე მგონი დრო არის კურთხევაზე გადავიდეთ, იმიტომ რომ აქ აბსოლუტურად გამოჩნდა ძალა, რომელიც გვეუბნებოდა რომ წადი პირდაპირ ისტორიულად იმეორებდა რომ წადი გადააბა ერთმანეთზე. მერე გარკვევით უკვე გვითხრა რომ წადით აქედან ექსიტვა. კიდევ იყო სიტყვა ხო. იქიდან ისმის ხმა, მაგრამ ეხლა ნუ ძალია რა, ფიზიკურად მოხდებით ახლა. შეიძლება ძალიც იყოს. შენ როცა კითხვა დაუსვი რომ წავიდეთო, ხო, ეგ აშკარად დავიგე. ხო, ალაპარაკდა რა. მაგრამ ეხლა უყურეთ აქ რა ხდება. ხო. რეალურად, ანუ დემონური გამოხმაურება აქ არ ქონდა ეგეებს, იმიტომ რომ როგორც ვარაუდობ, ზუსტად აი ამ ქაოსში და უსწრაფოდ ამ ასტრალში რომელიღაცამ დაიჭირა, გაიგო ეს ყველაფერი და გვიპასუხა, მაგრამ ეს უშუალოდ ის ძალა არ არის დაამჯერეთ, რომელიც აქ არის. რეალურად. ეგ ძალა რო იყოს, ეგეებს გარკვევით აუცილებლად იყო და აუცილებლად. ეს იყო უბრალოდ გარეშე სულები, რომლებიც ასტრალურ გარემოში, აი ეხა აქ რეალურად აი მთელ აი ტერიტორიას არიან მართლა, რომელიღაცამ დაიჭირა ჩვენი ძახილი და გამოგვეხმაურა უშუალოდ მაგაზე. წადით აქედან. შესაძლოა ეს ნიშანი იყო, რომ გაერიდეთ ტერიტორიას. კი ბატონო. არ არის გამორიცხული ნამდვილად. კარგი, მეგობრებო, დაუყოვნებლივ უნდა გადავიდეთ კურთხევაზე და რა თქმა უნდა კურთხევის შემდეგ მოხდება სახლის დაკვირვება და აქედან გამომდინარე უკვე მივედით აქამდე, რომ ამ ქაოსში, სრულ ამ ქაოსში სხვადასხვა სახის ასე ვთქვათ სულები, რომელიც ტერიტორიაზე დადიან, ერთ-ერთი მათგანი, აი ეგრევე ვთვლი ზუსტად, იმიტომ რომ დემონური ძალა ნამდვილად არ არის, ანუ ეგებს არ პასუხობს. სავარაუდოდ იყო მოსალოდნელი, რადგან ძალიან ძლიერი ძალაა და არ უნდა რომ თავი გაყიდოს უშუალოდ და გამოვიდეს კონტაქტზე, მაგრამ სამაგიეროდ ასტრალში არსებულმა სხვა სულებმა გაიგეს, ანუ უშუალოდ და გამოგვეხმაურნენ იმაზე, რომ წადით ტერიტორია დატოვეთ, სხვა უბრალოდ მოსაზრება მე არ რჩება, გამოსილებაც ამას კარნახობს. ეხლა უშუალოდ კურთხევაზე გადავალთ და ვაიძულებთ ამ ბოროტ ძალას. არა, უშუალოდ ორი ეტაპია. პირველ რიგში რა თქმა უნდა ხატებს წინდა დაუყოვნებლივ არის საჭირო, იმიტომ რომ უკვე ყველაფერი იქით მეტყველებს, ყველაფერი იქით წავიდა. ამიტომ გადავდივართ უშუალოდ წმინდა ხატების განლაგებაზე. შუქის ჩაქრობა აქ აქტიურია ასეთ შემთხვევაში. ხო, გოჩას ხო ეს თვითი იქით მიშველა, კიდეა გადმოწეული, ბიჭო. კიდეა გადმოწეული. კამერა. შემოხედე. სამჯერ შევხედე და რამდენჯერად შევხედე, იმდენჯერ გადმოიწია კიდე. ხო, ეხლა უყურეთ რა. საერთოდ ფეხზე იდგა ეს. რეალ ხო, ესე იყო, რო არ გადმოვარდნილიყო, ეხლა კაბელს ეჭირა მარტო. ნუ ეგ ეხლა მაგაზე დავა ნამდვილად არ შეიძლება. თუმცა ხო ხტები ხა. აი კაბელს უჭირავს, უშუალოდ რო არ გადავარდეს. კარგი, ამას ეხლა მოგწინს საფეთარი შევშია. ბუნებრივია, რომ თავისთავად კამერა მიაწვა ბოთლს და გაწია ბოთლი, ეგა ნამდვილად ეგრეა, ანუ კამერას რო შეეხნეთ დაწიეს, ხო, აი უყურეთ, აი რა მომენტია, აი ეს მოძრაობა იყო. ამიტომ გამოჩნდა გარედან კამერის მოძრაობა და ბოთლის გაწევა.
კი ბატონო, ეგ ნამდვილად ეგრეა. ეხლა უშუალოდ გადავდივართ ოჯახის წევრების გამოვიდეს და თავისუფლად გადავიდეთ უშუალოდ უკვე ხატების განლაგებაზე. ხილად სანდრა. ხილად წინ გახედე მამის. ხილად სამუძრაო. მეგობრებო, ის გადავშვენია ეხლა რომ ორი ეტაპი. პირველი წმინდა ნივთების განლაგება სახლში, რაც ეს ძლიერი ძალა, რომელიც იგიღება და რეალურად მოძრაობს სახლში, დეტექტორის მეშვეობით ეს არაერთხელ გამოვლინდა უშუალოდ და თან წარმოგიდგენთ, რომ ზეთის კუთხევასაც კი გაუძლო. საუბრობთ ზუსტად ეგ ძალა, ანუ ეგ არ გამოდის. ამას ის ახსნა აქვს, რომ რეალურად არ გაყიდოს თავი არ გამოამჟღავნოს და ანუ არ დაგვიმტკიცოს ის, რომ ბოროტია. რა თქმა უნდა, ცვიერება მოწოდების სიმაღლეზე აქვს მაგ ბოროტს და უწმინდესულებს და დემონებს ხო საერთოდ. ამიტომ რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ ვიცით, რომ გავაკეთოთ უშუალოდ და მოძრაობა, რომელიც სახში დაფიქსირდა, ეს იყო უშუალოდ ფეჩის ოთახი და ბევრჯერ გადავამოწმეთ ეგ მომენტი და ნამდვილად მოხდა. რა თქვი გიორგი? ერთი იყო ეს ოთახი. ხო, კი ბატონო. ამიტომ ეხლა დავალდებით ოჯახის წევრს, რომელიც ეხლა უშუალოდ დატოვებს. ამიტომ გადავალთ პირდაპირ წმინდა ხატებისა და ჯვრის გამაგებაზე. სანდრა, ნაკურთხი წყალი და ფუნჯი მომიმარჯვოთ შემდეგობის აუცილებლად. ფეჩის ხმაურიც რა თქმა უნდა ხელს გვიშლის, ვინაიდან უკვე შეშა რო იწვის თავისთავად ფეჩი. იბა ხმაურია და მომაბინეო ახლა. კიდევ ნაკურთხი წყალი. მეგობრებო, მოკლედ დაფიქსირდა მოძრაობა დეტექტორზე ვიცით. ეგეებს შემოდის ხმები, მაგრამ არ გამოდის უშუალოდ ბოროტი ძალა კონტაქტზე, როგორც ვთქვათ, არცოს მას თავი დაყროს. ეხლა გადავდივართ უშუალოდ წმინდა ნივთების სახში განლაგებაზე, რაზეც აუცილებლად უნდა ქონდეს რეაქცია, გამორიცხულია, რომ მან ეს მოქმედებები აიტანოს, ასე ვთქვათ, და გაუძლოს, არ არსებობს ვინაიდან სახში მიმდინარეობს, ასე ვთქვათ, ხატების სიწმინდეების განლაგება. ბუნებრივია, რომ ახ უკვე თავისთავად უკვე ყველა ვარიანტში უნდა გამოავლინოს თავი და დაიწყოს მოქმედება. კი ბატონო. ვირებთ ერთ ხატს, რომელიც პარანორმალო ნაგავსაყრელზე იყო პირდაპირ ვთქვათ, ამოვიღეთ, მაგრამ ეს ხატი ერთ-ერთი სასწაულო მოქმედი ხატია, მიდება უფალს ჩვენს ხელში. მოძრაობა დაფიქსირდა ამ ოთახში ბევრჯერ და ასევე გარეთ იმ ოთახშიც. ასე რომ ეს ხატი დაიკავებს ამ ოთახში ადგილს. დროებით გადავდეთ. შეიძლება შემიშენოს. ესე კეთილი, დავფიქსიროთ. ხატი გამოთავსეთ და მას აუცილებლად
თან დავუდებთ ჯვარს. როგორც ამას ვაკეთებთ ხოლმე, უფრო მეტი სიმყარისათვის, რათა მისი ჩამოვარდნის ალბათობა არ იყოს. უთხეს მივაყრდნობთ, უშუალოდ რომ არ მოხდეს მისი ჩამოცულება და ასე. ეს ერთ ოთახში განვალაგეთ. და ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, ნახეთ რა მომენტია. უშუალოდ ეს ოთახი და პირსაბანი და საპირფეხეშოც ერთად არის ყველაფერი. ასე რომ რა თქმა უნდა ვერსად ვერ დაგვემალება თუ ახოძრავს აუცილებლად გამომდინარე. შემდეგ ჩვენი ხატი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ორივე საძინებელი, მაგრამ იმ საძინებელში ხა უშუალოდ ხალხი ყავს. ამიტომ სანდრა საძინებლებში ორი ჯვარი აუცილებლად. კი ბატონო. ესე იგი, მეგობრებო. წავიღო ეს დავდო. არა, ჯერ რასაც ვაფერი არ წაიღო სანდრა. დავიღოთ ჩვენ. მოდით გამოთავსოთ უშუალოდ აი აქ. და ჯვარიც უნდა იმ ოთახში გვაქვს. ახლა ეს როგორ შევიტანოთ საძინებელში. კარგი, ჩუმად ვიმოძრავოთ, თუ არ არის შევაწუხოთ. ამ ოთახშიც განვალაგეთ. დაგჭა. საძინებელი არის. ესე იგი 1 2 სამჩენი ჯვარი აქვს მაქვს ორი ცელიმე. შენი ჭირავს ხო? ხო. და რომელი არის კიდე? ხო, ერთი ჯვარი რჩება კიდე და ნუ უშუალოდ იმ ოთახში. ხო, იმ ოთახში განვალაგოთ. კარგი, წავიდეთ. ხო, გარეთ გავიდეთ საძინებელში უნდა შევიდეთ. ციტი გაიგო. არა, მეორე საძინებელი ორი, აქ შევიტანით ხატი უკვე. ჩვენ ვაფარშები შევიდეთ. ამჯერად ორივე საძინებელში განთავსდა წმინდა ნივთები და დავშალავ ერთი ადგილი და იქაც რა თქმა უნდა გადავიმოსვით და გადავ.
დავაფიქსიროთ? დავაფიქსირეთ, ხო? კი ბატონო. всё, ეხლა ჩავაქრე ჩუქი აქ. ჩავაქრე ჩუქი აქ. სადაა? იქ ნახება, ხო? კაი. დავიხეთ უკან. რო გამოვხოთ ჩუქი ჩავაქროთ. გოჩა, თუ შეიძლება კარგი დახუროთ. ეგრე. ბოლომდე დახუროთ. სკამი. გოჩა, სკამი. მე შეგდავა. ანუ იქ გადავიდი. იქით გადადია ხო? კამერაში ვარ მოხდეს. ეგრე. გიო შეკრება ჩავაქროთ. ეგრე. კეთილი გოჩა. აქეთ მიდაძდება, აქეთ შემდაძდები. ეგრე მოგიწყობ, გადაგზავნე. ეგრე. მიდი. იქ თუ გადაგზავნე. და ესეც ადამიანმა შუქი უნდა ჩავაქროთ. მეგობრებო, ნახეთ ხარ რა მოგიდია. ეს თუ შეიძლება ჩავაქრო. ჩვენ ახლა ყველგან მთელ სახში განვათავსებთ წმინდა ნივთები, ჯვრები, ნაკურთხი და ხატები და ახლა ვაქრობთ ოთახში შუქს, ანუ იქაც და ორივე ოთახში ყველგან არის აბსოლუტური ჩამქრალი შუქი, მარტო ეს ერთი ოთახი. ახლა გამოვხდით შუქს და დავაკვირდებით სახლის ხმებს. მოახდენს თუ არა გავლენას წმინდა ნივთების განლაგება უშუალოდ სახში არსებულ ბოროტ ძალასთან. მაგას გავიგებთ მალევე. ჩავაქროთ შუქი. ხანრე მოვიმარჯოთ, ნაკურთხი წყალით პარალელურად მოვიმარჯოთ და რამოდენიმე წუთი საერთოდ ვეცადოთ, რომ არნაირი ხმა არ მოვა. რომელიმე ნივთი, ან ჯვარი, ან ხატი გადაადგილდა, ან ჩამოაგდო. ეს რა კიდევ მოძრავ გიხსენ.
კარგი, გავთიშოთ კამერაში. მეგობრებო, დავიცავეთ სრული სიჩუმე, ვიჯექით სახში ამ დროისთვის აბსოლუტურად არანაირი ხმები არ ისმის, არანაირი აგრესია საერთოდ არ დაფიქსირებულა, აბსოლუტური სიწყნარეა, მაგრამ რა მომენტია ახლა გეტყვით. ვამოწმებთ უშუალოდ იმ სიწმინდეებს, რომელიც სახში განლაგდა და თუ რომელიმე მათგანს ადგილი აქვს შეცვლილი ან განმოგდებულია, თავისთავად ამას ყველაფერს ნახავთ და ბუნებრივია ნებისმიერ შემთხვევაში სახლის კურთხევა დაიწყება. ეს არის უკვე ბოლო ეტაპი და თუ იქაც აღარ გამოვლინდა ბოროტი ძალა, უკვე გამოდის რომ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, თუმცა 3 წლის განმავლობაში გადავამოწმოთ ყველაფერს, ჯერ არ ვიჩქაროთ მაინც, მაგრამ გადამოწმების შემთხვევაში უკვე დადგინდება არის თუ არა ხსნა. ხატი ჯვარი ადგილზეა, როგორც ხედავთ. ეხლა არის 4 წუთი. ახაც ადგილზეა ხატი. ახაც როგორც ხედავთ, ყველაფერი ადგილზეა. ახაც სიტუაცია გვაქვს. ხედავთ, ადგილზეა, არავინ არ შეხებია, არაფერი გადაადგილება არ მოხდარა. კიოს ხოვრო გამოყვეს საძინებლებით რომ ნახოთ, კიო. ესე კამერით გამიშვიდო. ზონა და დავაფიქსიროთ. გადი. მე ვარ შეგეშინდეთ. შემდგომი. ფელიქსი, ახაც შეიძლება აბსოლუტური. ჯვარი. ისე არის. კეროჩანის შემდეგი. ჩვენ ვართ არ შეგეშინდეთ. კეთილი მეგობრებო, გადავდივართ ბოლო ეტაპზე და ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე. ეს არის უშუალოდ სახლის კურთხევა და თუ ახაც აღარ გამოვლინდა არაფერი, უკვე თავისთავად მშვიდობა გვაქვს ამ შემთხვევაში, მაგრამ 3 დღის განმავლობაში აუცილებლად მუდმივ კავშირში გადავამოწმოთ ამ ოჯახს, ვექნება ურთიერთობა და გვეტყვიან თუ რაიმე მოხდება დამატება. თუმცა ამ დრომდე აბსოლუტური სიმშვიდეა და რა თქმა უნდა ბოროტი თავს გამოავლენ და ყველა ვარიანტში მას აუცილებლად გაავიზიანებდა ხატები, ჯვრების განლაგება და კურთხევა საერთოდ არანაირ შანსს არ ატოლებს, უკვე რომ მან თავი არ გამოვა აფინდოს. კეთილი. ეხლა ჩვენ დავშვირდება ნაკურთხი წყალი, რომელიც გვაქვს მოდებული. დავშვირდება ჯვარი. და გადავიდეთ უშუალოდ სახლის კურთხევაზე. კიოს ხოვრო ელექტროენერგია გავთიშოთ, მაგრამ სანამ გავთიშოთ, სანდრა. ფანარი. გოჩა ფანარს ხო არ გამოცვლი ამ ელემენტს. კარგია. კეთილი. ახლა გიგია ყველაფერი. ისე. და გადავდივართ უშუალოდ სახლის კურთხევაზე. დენი გავთიშოთ, მაგრამ სანამ გავთიშოთ დენს, ფანარს მოვცემთ. გავთიშოთ დენი, არა, იქიდან კვების ყაროდან საერთოდ გამოვხდით კვების ყაროდან. საერთოდ თავ
ყველაფერს კვების წყაროდან ვთავთ, ანუ საერთოდ ვაბნეროთ სახლს, რომ აი არც ის იყოს, აი მცირედი განათებაც კი რომ რატო? იმიტომ რომ აი ეს არის უშუალოდ ბოროტის გამოვლინების, ანუ სიბნელი, ხო? ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს სიბნელეში აბსოლუტურად თავისუფლად მოქმედებს. დავიწყებთ კურთხევას და რა თქმა უნდა, აქ უკვე არანაირი შანსი აღარ აქვს, აი ეს უკვე ბოლო ეტაპია, რომ თავი არ გამოავლინოს. თუ ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა და უშუალოდ არ მოხდა არაფერი აგრესია, გამოდის რომ სახლში მშვიდობა გვაქვს. და ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, ეს ოჯახის წევრებისთვის, ასე ვთქვათ, თავისუფლად და ვერთოძე ოქთისავა, კურთხევის სახლი აკურთხია. ასპარობლები ყველა მათგანი დაიცავე ყოველი ბოროტისაგან, ამიტომ შეგიძლია მხოლოდ. ჩვენ ჯერა შენი და მოგეხმართ დასახმარებლად რამე თუ გამდევნა ამ ოჯახიდან ყოველი ბოროტი და დავეხმარო ამით უბრალო. შეგვეწია გაჭირების ჟამს, მოგხედე, რამე თუ შენი იმედი გვაქვს. აკურთხეს სახლი მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით და გამდევნე ყოველი ბოროტი, რამე თუ სამუდამოდ აღიკვეთოს ყოველი ბოროტის მოძრაობა ამ სახლში. დავეხმარე ამ გაჭირების ჟამს, რამე თუ მოგმართოთ დასახმარებლად უბრალო. დიდება მამასა და ძესა და წმინდა სისულსა და მარადის და უკუნა მესამდე. აკურთხე უბრალო შენი ძლიერებით ეს სახლი. დაუმკვიდრე მშვიდობა ამ სახლში მაცხოვრებელს. ყველას და გამდევნე ყოველი ბოროტი, რამე თუ ვერასდროს ვეღარ შემოვიდეს. ვერასდროს შეაწუხოს. უფალო იესო ქრისტეო, მეუფეოზე ცოტაო. მოგიხმობ დასახმარებლად რამე თუ აკურთხო ეს სახლი და სამუდამოდ განდევნო ყოველი ბოროტი, რამე თუ მხოლოდ შენ ხელგეწიფება ეს. და დაეცემიან 1000-ნი და 10000-ნი შენს წინაშე, რამე თუ შენ ხარ შემოქმედი, რომელსაც შეუძლია ეს უფალო. დაეხმარე გაჭირებულ ადამიანებს, რათა განიდევნოს ამ სახლიდან ყოველი ბოროტი და მიეცეთ მათ მშვიდობა, რამე თუ შენი სიტყვებია, რომ დიდება მაღლაში ნაღმერთსა და კაცთა შორის სათნოება. მოგიხმობ დასახმარებლად უფალო. აკურთხე ეს სახლი და განდევნე ყოველი ბოროტი ამ სახლიდან. და არასდროს მისცე აქ შემოხდების საშუალება ინძუ ბოროტს სულს. მოგჩვენებული ხარ სათაშინეთ, მინდა იყოს სახელი შენი მოვიდეს უფლებას შენი ამბობა შენი ეგრესაც სათაშინო როგორც ქვეყანასაც ზეგამ. პური ჩვენი არსობის ამოგჩვენებს და სამოგიტევეთ თანამედროვე ჩვენი რათა ჩვენ მიუტევთ თანამედროვე მათ ჩვენთან. ანუ შეგვიყვანებ ჩვენგანსაც და სამეთ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. ამინ. ამინ. აკურთხეს სახლი დიდებითა შენი და უფალო და განდევნე ყოველი ბოროტი სახლიდან. მოიპოვა მშვიდობა მაცხოვრებლებმა და არასდროს შეაწუხოს ბოროტა რამე თუ უფალი ხელოვანი შემწე ყველგან და ყოველთვის. უფალო ვერთოძე ოქთისო, შეგეძლო ჩვენ სოდვიენი და დამკურნე გაჭირების ჟამს დავიხმარე, მოგხედე ჩვენ რამე თუ არასდროს შეგვაწუხოს ბოროტა ვიყოთ დიდ დაცული ხალხი. რამე თუ გადიდებდეთ შენ ყოველი დღე და გადიდებდეთ უფალს რამე თუ შენ ხარ სამყაროს შემოქმედი. მოგიხმობთ უფალო დასახმარებლად. განდევნე ამ სახლიდან ყოველი ბოროტი სული, ხილული თუ უხილავი და დაიცავი ოჯახი, რომელსაც ჭირდება შენი დახმარება უფალო. მოგვეცი უფლება შენი სახელით ვებრძოლოთ ყოველ ბოროტს და განიდევნოს ის დაუყოვნებლივ. რამე თუ მისი ადგილი არ არის აქვს აქ ადამიანებს გვაწუხებს მისი აკოფნა უფალო. დაგვეხმარე ამ გაჭირების ჟამს, მოგხედე რამე თუ მხოლოდ შენი გჯერა.
შენი სახელით განიდევნება მხოლოდ ბოროტი, მოგეცი უფლება ვიბრძოლოთ შენი სახელით. დიდება მამასა და ძესა და წმინდა სასულსა და მარადს დაუყოვნთი უკუნისამდე. ამინ. დაალოცე სახლი უფალო წყალობითა შენითა, დაალოცე სახლი უფალო წყალობითა შენითა დიდითა, ანუ თუ მხოლოდ შენ ხარ. უფალი ღმერთი ჩვენი და მხოლოდ შენ გესალთ უფალო. მოგიხმოთ გაჭირვების ჟამს დასახმარებლად. აგვეხმარებ. და არასდროს მოვიდეს ბოროტი, ამე თუ უფალია ჩვენთან. მამის ძისა და სულიწმიდის სახელით. განდონის ყოველი ბოლო. ძისა და სულიწმიდის სახელით შეგეძლო. იქნება საერთოდ რა გადაცემას და შედარებით ამ შეადარებით. იმიტომ რომ ესე მოხდა დაახლოებით ესე ეგეთი სიტუაცია ხაროსდა. მეკ მოხერხა მეცე არც ახეთ მედიკეთ გიორგი ექსპერტის გუთხრათ გავისაუბრო გიო ახლა ვისაუბრებოდი გიორგის ხო და თქვათ
გაჩერდა თქო რა ხო შემდეგ რო დაიწყოსო ისევო მაგ შემთხვევაში რა ხდება სამი დღის შემდეგ ან ერთი კვირის შემდეგ ან ეხა შეიძლება ვთქვათ ან თქვა შეიძლება შეშინდა გაჩერდა არ ვიცი მოკლედ როგორ შეიძლება ნახეთ წარმოვიდგინე შემდეგ იმის შემდეგ ამის შემდეგ უბრალოდ აღარ არსებობს წმენა იმის რომ უფალი განდევნის ყოველ ბოროტს ამ სახლიდან ჩვენ გვაქვს აქედან გამომდინარე გეუბნებით რომ აქ ყველაფერი უნდა დასრულდეს ასე რომ ჯეროდეთ გწამდით ამ ყველაფრის ჩვენ ვართ თქვენთან გვერდით უშუალოდ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეთ ასე რომ ნუ გიშინიათ იმოქმედეთ თამამად იყავით გაბედულები და აკეთეთ თქვენი საქმე ისე რომ არ გეშინოდეთ იმის რომ ბოროტი ისევ შეგაწუხებთ წამდით ამას და ჯეროდეთ და თუ ეს ასე არ არის ამას ვნახავთ ნამდვილად და კიდევ უფრო მეტად დარწმუნდით ამაში ეს ამბობია Follow Iisus Христос, мы повезете того. Иисус Христос, наши домой, მოგიხმოთ დასახმარებლად რამეთუ დაგვეხმარო გაჭირვების ჟამს. გამდევნო ამ სახლიდან, ამ ოჯახიდან ყოველი ბოროტი ხილული თუ ხილავი რამეთუ მხოლოდ ჩვენ შეგიძლია ეს ვიყო. და ჩვენ გადიდებდეთ ჩვენ ყოველი დღე იმ სიკეთისთვის, ამ წყალობისთვის უყოლო რომელიც მოიღეთ ჩვენზე. და მე წამს ჭეშმარიტად უფლის რამეთუ მხოლოდ ჩვენში ახსნა უკავია. Გაიშენი სახელით განიდონოს აქედან ყოველი ბოროტი რამეთუ ვერასდროს შემოაღწიოს ამ სახლში და ვერასდროს ვერ დააშაოს და ვერასდროს ვერ შეგვიშალოს ხელი იმაში რომ ჩვენ უფლის მტკიცედ წამდეს და ვერასდროს შეგვიწინააღმდეგოს რამეთუ უფალია ჩვენთან დიდება მამასა და ძესა და წმინდა სასულსაც და მარადის დაუყუნითი უყუნისამდე მოგიხმოთ დასახმარებლად ამ გაჭირვების ჟამს აკურთხე სახლი იგი აკურთხე ეზო იგი სადაც სახლია აკურთხე ყველა აქ მაცხოვრებელი რამე თუ იყოს ღვთით დაცული და გადიდებდნენ შენ ყოველ დღე რამე თუ უფლის წყალობა დიდია ჩვენზეთ აქეთ გავიდეთ გიორგი ფეჩი შეუკეთებო იმას დასაგები კი ბატონო მე ძალიან გამიკვირდა რომ ეხლა რაღაცა არ არსებობს უბრალოდ არ არსებობს არც კი ვიფიქრობთ ის რომ რამე შეიძლება მოხდეს ამ კუთხეების მერე ვინაიდან მტკიცეთ წამდეს მერთვის გჯეროდეს და გაბედულად მტკიცეთ იმოქმედეთ უფალო იესო ქრისტეო მეუფეო ზეცათაო მოვედი შენ და ვედრებად რამე თუ შეისმინო ჩვენი ვედრება ლოცვა უფალო რამე თუ დაგვიწვა ყოველი ბოროტისაგან ხილულისა და უხილავისაგან რამე თუ იმოქმედოთ თამამად წამდეს უფლის და ჯეროდეს მუდამ და მარად ად და მარადის და უყუნითი უყუნისამდე უფალო გაჭირვების ჟამს შენ გითხარი მოგვეცი ლოცვა რომლის საშუალებითაც დაგვიბარე რომ გაჭირვების ჟამს ადამიანები მოგმართავთ დასახმარებლად და ეს ლოცვა არის მამაო ჩვენო უფალო გვახსოვს შენი სიტყვა კარგად და დაგვეხმარე სწორედ დღეს ამ კუთხევის დროს და მოგვეცი უფლება ვიბრძოლოთ შენი სახელით ყოველი ბოროტის წინაშე უფალო დაეგანიდევნოს ყოველი ბოროტი ამ სახლიდან მამის ძისა და სულიწმინდის სახელით და არასდროს დაიმკვიდროს მან ადგილი რამე თუ უფალია ჩვენთან აკურთხე უფალო წყალობითა დიდითა შემწეობითა შენითა აქაურობა რამე თუ უფალი დაივანებს ამ სახლში და არ ექნება ბოროტს წილი რამე თუ დაეცემია შენს წინაშე 1000-ნი და 10000-ნი უფალო რამე თუ უზლურება მათი შენს წინაშე არის უკუნითი უყუნისამდე უფალო იესო ძეოღვთისაო შეგვიწყალეთ ჩვენ ცოდვილი დალოცე ეს სახლი დალოცე ყოველი მათგანი ვინც ამ სახლში ცხოვრობს შეეწიე გაჭირვებულთ გაჭირვების ჟამს რამე თუ მოგმართავთ შენ მეაგან მხოლოდ ერთი ხარ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი ვისაც ჩვენ წამს და ჯერა მომეცი უფლება
დავეხმარო გაჭირებულებს შენი სახელით უფალო და მომეცი უფლება ამ კურთხევის რამე თუ წამხარ ჯერა და ჭეშმარიტად მიყვარს უფალი და მაქვს რწმენა იმის რომ ნამდვილად დავეხმაროთ სხვა გაჭირებულ ადამიანებს რომელთაც არ წუხებთ ბოროტი უფალო მამაო ჩვენო რომელი ხარ ცათაშინა წმინდა იყავს სახელი შენი მოვედის უფევარ შენი იყავ ნება შენი ვითარცა ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასაზე და პური ჩვენი არსობისა როგორც ჩვენ დღეს დამოგვიტევე თანამდებნი შენი რატო მიუტევებ თანამდებთან მათ ჩვენთან და ნუ შეგვიყვანებ ჩვენ გასაცელს არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან ამენ უფალო იესო ქრისტე მე უფეოზე ცათავ მოგმართოთ გაჭირების ჟამს დასახმარებლად. რამე თუ ჩვენ ხართ ჭეშმარიტი ღმერთი რომელსაც წამს და ჯერა. დაგვეხმარები გაჭირების ჟამს და მოგეცი უფლება უბრძოლოთ შენი სახელით დავიცვათ ადამიანები ყოველთა ჭირისაგან ხილულისა თუ ხილავისაგან უფალო. ხოლო ჩვენ შეგიძლია ეს მოგმართოთ გაჭირების ჟამს რამე თუ მე მტკიცეთ წამს უფლის მტკიცეთ წამს შენი უფალო და ერთადერთი ხარ ვისაც შეუძლია რომ ადამიანებს დაეხმარო. დაეცეს ყოველი ბოროტი ძალა შენს წინაშე უფალო ეშინოდეთ და შიშისგან გფროდნენ დაეცნენ 1000-ნი და 10,000-ნი რამე თუ უფალია ჩვენთან. კურთხეული ყოს სახლი იგი უფლის სახელით. და განიდენოს ყოველი ბოროტი ამ სახლიდან. რამე თუ ვერასდროს შემოაღწიოს აქ. დაიცოდეს რომ უფალია ჩვენთან. დიდება მამასა და ძესა და წმინდა სასულსაც და მარადს დაუყუნით უკუნისამდე. ამინ. გადავიდეთ. უფალო იესო ქრისტე ოდეობთისა მოვიდი მოწაჩინდა რამე თუ მოვიდი გაჭირების ჟამს უფალო და ერთადერთი ხარ ვისაც შეგიძლია ადამიანების ხსნა დაგვეხმარე ამ გაჭირების ჟამს რამე თუ გამდევნოთ აქედან ყოველი ბოროტი და ცოტნე და ეშინოდეთ შენი რამე თუ უფალია ჩვენთან მოგვიტევე და გვიწყალობე წყალობითა შენთან რამე თუ ცოდულნი ვარ ჩვენს წინაშე და მომიეთ ყველაფერს დასაკამბო ჩაგიდენია უფალო მოგვიტევე გვაპატიე რამე თუ მხოლოდ შენ ხარ ერთადერთი ხსნა ჩვენ გჯერა მამაო ჩვენ რომელი ხარ ცათაშინა წმინდა იყავს სახელი შენი მოვიდეს უფევარ შენი იყავ ნება შენი და ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასაზე და ჩვენი ასობის ამაზე ჩვენ დღეს მომიტევე თანამდებთან მათ ჩვენ გამიშევიყავით ჩვენ დასასრულამდე ვისთან ჩვენ ბოროტისაგან აკურთხე ეზო უფალო სახელითა შენითა განიდევნოს ყოველი ბოროტი რამე თუ ეშინოდეთ უფლის და დაისადგუროს სამშვიდობა რამე თუ ვადიდებდეთ უფალს ყოველ დღე იესო ქრისტე ოდეობთისა შეგიყვანეთ ჩვენს როდით მოვიდით თხოვნა შენდა უფალო თუ დახმარება გინდა გაჭირების ჟამს დაწუხებს ბოროტი და კარგად გასწრების გავდარავის ძალით მისი გამდევნა მომიხდეთ დასახმარებლად უფალო მამის ძისა და სულიწმინდის სახელით განიდევნოს ყოველი ბოროტი და ვერასდროს შემოაღწიონ აქ რამე თუ უფალი გიცავს ჩვენ გამიგეთ
უხოლო წყალობით შემოწე სახელით შემით ამიტომ ყოველი ბოროტი განიდევნება უფლის სახელით დარგვეშინოს ჩვენ ამიტომ უფალი გაივანებს ჩვენში გაგვძლიერებს და დაგვიცავს ხელოვნისა თუ უხილავი ძალისაგან ხო უხილავი ძალისაგან და ეკუთვნოს სახლიები უფლის სახელით ამიტომ რომ შემოაწიოს ბოროტმა და განიდევნოს მამის დისა და სულიწმინდის სახელით და განიწმინდოს ადგილი იგი რამე თუ არასდროს გვეშინოდეს ბოროტის ამინ ამინ დიდება მაღლაშინა ღმერთსა და კაცთა შორის სათნოება შენი სიტყვებია უხოლო და ჭეშმარიტად მწავს ყოველი სიტყვის შენი რამე თუ არს ჭეშმარიტება всё ვანთოდენ მეგობრებო, კურთხევა დასრულდა სახლის აბსოლუტურ სიმშვიდეში, ისე რომ წინააღმდეგობაც კი არავის გაუწევია, არავის შეუშლია ხელი ამაში, არც გარეშე ხმები აქვს არაფერი, აბსოლუტურად მშვიდობა. ეხლა არის ღამის 10 აკლია 4-ს. ხო, 10 აკლია 4-ს, უშუალოდ შუაღამის პერიოდია და რა თქმა უნდა, ამდენი ხანი ჯერ კიდევ გამოევლინა თავი, ბოროტძალას, ბუნებრივია, არ არსებობს ამის გარეშე. აბსოლუტური მშვიდობა აქვს ოჯახში, დავაკვირდებით სამი ღამის განმავლობაში კიდევ რა მოხდება, ბავშვებსაც რა თქმა უნდა ზეთისხება უკვე ჩაუტარეთ უშუალოდ და ის გადაგჩენია რომ ჩვენს დავტოვოთ აქაურობა, ვინაიდან აბსოლუტური მშვიდობა გვაქვს ამ დროისთვის, არაფერი გართულების ადგილი არ აქვს. ოჯახს მშვიდად ძინავს, ვინ დაუღნიშნო ეგეს და გიო ფერასიტეთ. უშუალოდ თქვენს ეგრეა. ხო არაფერ შეუწუხებივართ, ანუ კვარცხურთხევის პროცესში არც წმინდა ნივთების განლაგების პროცესში. არა. ანუ ოჯახის წევრებს მშვიდად ძინავთ, აბსოლუტურად არაფერი არ არის. მაგრამ მეგობრებო, ნახეთ რა არის 3 დღის განმავლობაში, უახლოეს 3 დღის განმავლობაში აუცილებლად დავუკავშირდებით ოჯახს, ანუ ყოველი დღე და გადავამოწმეთ სიტუაციას. ეხლა კი დრო არის, რომ დავამშვიდობთ უშუალოდ ოჯახს და ჩვენს რა თქმა უნდა ნენილად ჩავალაბოთ და შეგახსენებთ, რომ ხვალ გადავდივართ უკვე სხვა ოჯახში, რომელსაც იგივენაირად ჭირდებათ დახმარება მეგობრებო და რა თქმა უნდა ეს დროებით და უფლის წყალობით ყველაფერი შესაძლებელია. ნახვამდის.